ის მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა ყველას, რომ დღეს ხართ აქ ჩვენთან ერთად. 21 დღეა, ხედავთ, რა გაუსაძლის დღეში არიან მშობლები, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსულები შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. რა გახდა ეს, რა ადგილია ეს კანცელარია? მაინტერესებს, რამდენი დიაგნოზის მქონე მშობელი უნდა იჯდეს აქ, რამდენი ღამე უნდა გაათენოს, რომ მიიღონ ის, რაც არის მათი უფლება. რაც გვიკეთებთ ამას პატარა ბავშვების თანდაცნობით გვიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ რას ნიშნავს ეს დიაგნოზი და ამის ახსნა. აქ არავინ არ ითხოვს უკვდავების წამალს. სიცოცხლის გახანგრძლივებას ვითხოვთ ჩვენ. თუ ვიღაცისთვის 1 წელი, 2 წელი და 3 წელი არაფერი არ არის, 1 წამი და 1 წუთია მნიშვნელოვანი. ავიწყდება ყველას, მე მგონი აქ რა დიაგნოზებს საუბრობთ. ეს ის დიაგნოზია, როდესაც მშობელმა შვილი საცდელ კვლევაში რომ მოახვედროს, ამაზე ოცნებობს. და დღეს გამოვიდა წამალი, რომელსაც ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში მოიხმარენ და თურმე უსაფრთხოების საკითხი დგას. ძალიან არასწორი მესიჯ ბოქსი გაქვთ არჩეული მეგობრებო. ძალიან არასწორი. რამდენი დღე უნდა იდგნენ მშობლები, რამდენი დღე უნდა იდგნენ ბავშვები გარეთ. როგორ არ ცხენიათ ბოლოს და ბოლოს. და მე ძალიან მინდა მივმართო იმ ექიმებს, დარგის სპეციალისტებს, რომლებიც კონკრეტულად მართავენ ჯუშენის კუნთოვან ატროფიას. ჩემთვის ყველაზე საპატივცემულო ექიმებო. თქვენ ამ ბავშვებს მართავთ მათი დიაგნოზის გაგების წამიდან. თქვენ იყავით ის ადამიანები, რომლებმაც მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ შემოვიდა წამალი, გაჩნდა წამალი და გაჩნდა იმედი. თქვენ ხართ ის ექიმები, რომლებიც მშობლებს იმედს აძლევდით, რომ როგორც იქნა შეიქმნა წამალი, რომელიც მათ შვილებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა და ცხოვრების ხარისხს გაუმჯობესებდა. სად ხართ? სად ხართ ახლა თქვენ? რატო არ ისმის თქვენი ხმა? თქვენი სიჩუმე არის დანაშაული. თქვენ სიჩუმეს იყენებთ დღეს ამ ბავშვების წინააღმდეგ. ზუსტად თქვენ სიჩუმეს იყენებთ ამ ბავშვების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი თქვენთაგანი არაჩვეულებრივ კარიერას ასრულებთ. ასე უნდა დაასრულოთ თქვენი კარიერა. სად ხართ თქვენ? რატო არ ისმის თქვენი ხმა? 21 დღეა მე პირადად თქვენ ხმას ველოდები. და ეხლა მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ჩვენს მთავრობას, ვისაც უშუალოდ ეხება ამ წამლების შემოტანა ქვეყანაში. აქ თუ ვინმეს გონია, რომ მშობელი დაიღლება და წავა სახლში, ძალიან ცდებით. მეგობრებო, ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც სრულდება ძალიან მძიმედ. მორჩით, კმარა ამ ისედაც გაუბედურებული მშობლების ტანჯვა. გამოდით და თქვით, რომ შემოიტანთ წამალს, გამოდით და დაელაპარაკეთ ამ მშობლებს. მეგობრებო, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, ვაპირებდით აქციის ჩატარებას ბიზინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მაგრამ პოლიციამ მითითება მოგცა, რომ არ ჩაგვეტარებინა აქცია. შესაბამისად, ჩვენ იმ დღეს იყო გიორგობა დღე, ჩვენ წავედით საპატრიარქოში და სამწუხაროდ საპატრიარქოში ბავშვების მიღება იმ დღეს ვერ მოხდა, მაგრამ შემდგომ მეორე დღეს დაგვირეკეს და საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩვენ შევხვდნენ და მოგცეს იმის პირობა, რომ გვიშუამდგომლებენ სახელმწიფოსთან, რომ სახელმწიფომ ბავშვებს შემოუტანოს წამალი, ასევე მხარს დაუჭერენ ერთიანი ფონდის შექმნას, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილებს პასუხისმგებლობას ამ წამლების შემოტანაზე და ეს იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო რესურსების მობილიზება და მესამე, ჩვენ გვყავს რთული პაციენტები, ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ძალიან ძნელ და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან და მათ სჭირდებათ
მათ ჭირდება დახმარება და სამწუხაროდ სახელმწიფო მათ ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ ყველა ადამიანი, ყველა ინსტიტუტი, ყველა საჯარო პირი, ვისაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოზე, რომ ამ ბავშვებს დაეხმაროს. ჩვენ ყავს ბავშვი ბექაშონია, რომელიც 5 წელია სახლიდან ვერ გამოდის, იმიტომ რომ მისი სადარბაზო არ არის ადაპტირებული. ჩვენ ყავს ბავშვი, რომელიც არის უკვე 3 წელია საავადმყოფოში და აპარატია შეერთებული და სახლში ვერ ვიყავთ მშობლებს, იმიტომ რომ სახლში აპარატი არ აქვს. და ამიტომ მშობლები და მთელი ოჯახი ცხოვრობს საავადმყოფოში. და ჩვენ ყავს 3 ბავშვი, რომელიც დაგვეღუპა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მე მინდა ამ ბავშვების ხსოვნისთვის წუთიერი დუმილი მივაგოთ მათ ხსოვნას. წუთიერი დუმილი მივაგოთ მათ ხსოვნას. მადლობა მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ ყველა ადამიანის მხარდაჭერას. ჩვენ არ გვყავს მოწინააღმდეგეები ამ ქვეყანაში, გარდა იმ ბიუროკრატებისა, რომლებსაც არ შემოაქვთ წამალი და რომლებიც არ იღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ სხვა მოწინააღმდეგე არ გვყავს. ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში არის ჩვენი მომხრე. მათ შორის ყველა აქტივისტი და არააქტივისტი, ყველა პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი. ქვემოთ რუსთაველზე მიმდინარეობს პოლიტიკური აქცია და ჩვენ პოლიცია ვთხოვა, რომ არ ყოფილიყო გადაკვეთა ამ ორ აქციას შორის. შესაბამისად მარშრუტი ოდნავ შეიცვალა და ჩვენ ამოვუხვიეთ გვერდზე ქუჩის მიმართულებით, მაგრამ ჩვენთან მოვიდა ქვემოთ რუსთაველის აქციის წარმომადგენელი ბატონი ზურა მახარაძე და მე უარს ვერ ვეტყვი, რომ მან ორი სიტყვით გადმოგცეს სოლიდარობა ქვედა აქციიდან. მოგესალმებით. ჩემი მიზეზი აქ ამოსვლის და სიტყვის მოთხოვნის ის იყო, რომ რახან სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ იქ შეიძლება რაღაცა დაძაბულობა მომხდარიყო, მე არ ვიცი ეგ რატომ მოუვიდათ თავში. მე ვალდებულად ჩავთვალე თავი, აქ ამოსულიყავი და მე თქვა, რომ იქ ვინც არიან, ყველა სოლიდარულები არიან თქვენთან. ცალსახად გიდასტურებთ, რომ ეს მოთხოვნა, რაც თქვენ გააქვთ, არის სრულიად სამართლიანი და უერთდები თქვენ მოთხოვნას, იმიტომ რომ ეს მთავრობა რომ მოდიოდა, ერთ-ერთი დაპირება რაც ქონდა, იყო უფასო ჯანდაცვა და მაგაში გადაგვაგდეს. და რომ გადაგვაგდეს, თქვენ ხართ მაგისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი. ამიტომ ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც ახლა სოციალურ თემებს, გაძვირებულ პროდუქტებს აპროტესტებს პარლამენტის წინ, მე გიფიქსირებთ თანადგომას და ვამბობ, რომ თქვენი მოთხოვნები სრულიად სამართლიანია და აუცილებლად უნდა მოგისმინონ და აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოთ. მადლობა, რომ სიტყვისთვის საშუალება მომეცით და იმედია, რომ თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება. კარგად გრძელდებოდი. მადლობა. მეგობრებო, ეხლა კიდევ ყავს ჩვენ აქტივისტები, ჩვენი მხარდამჭერები, რომლებსაც მინდა სიტყვა მივცე და ნელი აკობია თუ არის აქ. ნელი. კარგი, მოდის აქ. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. თითქმის ტრადიციად გვექცა, რომ ყოველ კვირას შევიკრიბოთ. და რატომ? მარშის დროს გვაქვს შეძახილი, რომ დიუშენი არ იცდის. ნამდვილად არ იცდის დიუშენი და ყოველი დღე არის გადამწყვეტი. ჩვენ როდესაც დავიწყეთ აქ 20 დღის წინ აქციები, ჩვენ ვერ ვამჩნევდით წუხილს პოლიციის თანამშრომლებს. ეხლა მე პირადად ვაკვირდებოდი და თითქმის ყველა შევამჩნიეთ თვალებზე ცრემლები და რატომ? მიხვდა ეს ხალხის თუ რა არის ეს დაავადება, მიხვდა ეს ხალხი თუ რას ვითხოვ ჩვენ.
ერთი ადამიანის გარდა, ხალხო, ჯანდაცვის მინისტრის გარდა, ყველა მიხვდა ამ ქვეყანაში რა არის ეს დაავადება და რას ვითხოვთ ჩვენ. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად მივახვედრებთ. სამწუხაროდ პირველ რიგში ის უნდა ხდებოდეს, პირველ რიგში ის უნდა გვიჭერდეს მხარს და უნდა იყოს მხარდამჭერი წარმოდგენილი სახელმწიფოს მხრიდან იმის ნაცვლად, რომ ის დღეს დაპირისპირებული მხარეა მშობლების მიმართ, ბავშვების მიმართ. ჩვენ განაგვს სიამოვნებს, რომ ბავშვები აქ მოვყავს და ისმენენ ამ ყველაფერს, მაგრამ ისინი არიან პირველ ხაზზე. ისინი არიან ჩვენზე მაგარი მეომრები, მებრძოლები და ამ ბრძოლაში არიან. იმათმა წაგვაქეზეს და არა პოლიტიკოსებმა, როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, როგორც ის ტელევიზიიდან ტელევიზიაში, სადაც დადის და ჩვენ არ გვეძახის, იქ გაიძახის ამას და დაარწმუნა კატეგორია ხალხის, რომ თითქოს მხოლოდ ერთი წამალია და მკვლელი. მკვლელი ის უმოქმედობაა, რასაც ჩადიან ისინი. ყველაზე ცუდი დამოკიდებულება რაც არის, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ექიმები ჩუმად არიან. წარმოიდგინეთ, დაავადებას ვებრძვით იმ დროს, როდესაც მედიკამენტებია და ექიმები ვერ საუბრობენ ერთეულების გარდა. და გვყავს ჩვენ მხარდამჭერები და ნელ-ნელა დაიწყო ხალხმა საუბარი ექიმებმა ამაზე. და როდესაც ამბობენ, რომ ეს თემა არის პოლიტიზირებული, შეხედეთ ხალხო, ვინ საუბრობს, ექიმები ჩუმად არიან და მინისტრები, პარლამენტარები საუბრობენ ამაზე და სრული ლეგიტიმაცია აქვს ამაზე. ვინ გახადა ეს პოლიტიზირებული? ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ჩადის დანაშაულებას და დანაშაულურ ქმედებას. თავისი საქციელი გუში თითი უქნია ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს. ის თითს უქნევს თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენ შვილებს, ამ დაავადებას, ჯანდაცვას ზოგადად და ჯანდაცვის განვითარებას. ის თითს უქნევს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, კურნალობას ამით და მისი მოქმედებით, მისი დამოკიდებულებით. ის უსხუდავს ექიმებს საუბარს, ხალხო, წარმოიდგინეთ, ის ექიმები, რომლებიც ჩვენს გვერდში იყვნენ და დღესაც არიან, ვერ საუბრობენ. რას ნიშნავს ეს? ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში და ისეთ ჯანდაცვის სისტემაში, სადაც აწყობილია ყველაფერი, მესმის რომ იყოს სხვა პროფესიის წარმომადგენელი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის ამ დარგის წარმომადგენელი და ჩამოქცეულია ეს სისტემა იმის გამო, რომ ქუჩაში გამოდიან დედები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცრემლიანი თვალებით ატენებენ ღამეს აქ. შვილებს ტოვებენ აცრემლებულს, იმიტომ რომ მათ დედები უნდათ. ისედაც გაწამებული აქვს ცხოვრება, გართულებული აქვს ცხოვრება და ისინი სახლიდან დედებს უშვებენ და ორთავე აცრემლებული თვალები ტოვებენ, ერთმანეთთან ღამეს ატევენ, წვიმაში, ქარში, აღარ ვსაუბრობ პლედებზე და კარვებზე, ეს აღარ არის მოსატანი იმ დიდ უსამართლობასთან, რაც წამლის არ მიწოდება და ესეთი გულგრილი დამოკიდებულება. აღარ ვსაუბრობ საერთოდ. იმიტომ არ ვსაუბრობ, ეს არ არის მოსატანი და არ შეიძლება ამით თემის გადაფარვა. საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი, რომ თითქოს ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფომ თან ყოველთვის მხოლობით ისაუბრობს. აი შვედეთმა არ აღიარა წამალი. მოდი დავიწყოთ იქედან, რომ შვედეთი ათეულობით წლებია ერთვის სათანადოდ ამ დაავადებას და დღეს რომ ამ წლებს ნახულობს ჯანდაცვის მინისტრი, 30 წლის წინ იყო მოგვარებული ეს ამ წლები. ის ფიზიოთერაპიები, ის ემოციურ მდგომარეობაში მშობლების დახმარება, სადაც პირიქით გვებრძვიან და გვიმატებენ სტრესს, იქ ათეულობით წლის წინ იყო დაწყებული და შვედეთს ნუეტრება ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი. და შვედეთს აქვს ახალი გენური თერაპია, რომელსაც დღე-დღესე მიიღებს. ჩვენ რას მივიღებთ უსამართლობის გარდა? არაფერს, ხომ? მაპატიე, ჩემი ემოციის უკვე მე რამდენად ვიწევს გამოსვლა და სხვაგვარად არ შემიძლია უკვე გამოსვლა, იმდენ უსამართლობას ვხედავ. ჩვენ ღირსეულ ბრძოლაში ვართ, უკან არ დავიხებთ და მე მიამაყება და ამისთვის ღირს თითოეულ ჩვენგანის ცხოვრება, რომ ესეთ ბრძოლაში გვიწევს. ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა. ამას ალბათ მიუხედავად დაბრკოლებისა და სტრესისა, რაც ამ დაავადებას თანსდევს, უდიდესი სიამოვნება აქვს ის, რომ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით და თქვენ იამაყებთ ჩვენთან ერთად, აუცილებლად მივახდენთ მიზანს. თქვენთან ერთად და თქვენ ყველანი იამაყებთ ჩვენთან ერთად. და უნდა შევსხვეს იმ ხალხს, უნდა შევსხვეს, ვისაც მე პოსტი დავწერე. ყველანი თქვენ, ვინც ტელევიზიებიდან, ვინც უცხოეთიდან გულშემატკივრობს, დრო მოვა და ეს უახლოეს პერიოდში იქნება, მართლაც იამაყებთ, რომ ჩვენს გვერდით გეხართ. მაგრამ ვერ იამაყებენ ისინი, ვინც ამოფარებული არიან ცალკეულ ტელევიზიებს, ცალკეულ პროპაგანდას და ისინი ეწევიან ამ პროპაგანდას. ჩვენ მშობლებს გვიპირისპირებენ ხალხო პროპაგანდას და იძახიან, რომ თითქოს პოლიტიზირებულია ეს თემა. სათხედავთ აქ პოლიტიკოსებს, ერთი პოლიტიკოსი მოვიდა ბოდიში მოიხადა, აქცია იყო ქვემოთ სხვა მოთხოვნით და
ათი გააგრძელა საუბარი, მხოლოდ ერთწუთიანი საუბარი ქონდა. სად ხედავთ აქ პოლიტიკურად მართულ პროცესს? სად ხედავ მიხეილ სარჯულაძე პოლიტიკურად მართულ პროცესს? მეგობრებო, აბადიეთ კიდევ ერთხელ ჩემი ემოციისთვის. უამრავი რამ შემიძლია ვთქვა. იმდენი უსამართლობა გროვდება კვირიდან კვირამდე, როგორ მოუყარო თავი და რომლით დავიწყო არ ვიცი. მაგრამ ეს ერთი უსამართლობა იყო, ორი იყო, რაც თქვის შესაძლოა და მეტი არა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არა ემოციებით, არამედ დასაბუთებულად. გამოდის სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსი საუბრობს და გამოდის ერთ-ერთი პოლიტიკოსი და ამბობს, რომ თურმე ინგლისს არ აქვს მიღებული. რაში გვაინტერესებს ჩვენ ინგლისმა თუ არ მიიღო? ევროპა მიიღო, ამერიკა მიიღო და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უფრო მაღალი სტანდარტით გავს. მიხეილ სარჯულაძე უფრო მაღალი სტანდარტით აფასებს FDI-ის მიერ აღიარებულ მედიკამენტებს, რომელიც ამერიკამ აღიარა. და მართლაც ბედის ირონია, ერთ საათში ინგლისმა ის მედიკამენტიც აღიარა. დიდი მადლობა ყველას. ჩვენს გულებში ხართ ყველანი. ჩვენი მხარდამჭერები ძალიან ბევრი ყავს ჩვენ მხარდამჭერი და ძალიან ბევრი ადამიანური, ინტელექტუალური, ფინანსური, რა ვიცი, ყველა მხრიდან მოდის ჩვენთან მხარდამჭერი და ხამე ხალხი მოდის და ხამეებს ათენებს ისე რომ სახელი და გვარის არ ვიცი ზოგ შემთხვევაში. ეხლა მინდა ნელი აკობიას გადავცე სიტყვა ჩვენ მხარდამჭერს. გამარჯობა, მოგესალმებით. მაბადიეთ მსგავსი საუბრების ნაკლები გამოცდილება მაქვს. ნელი იაკობია ვარ. მე ვარ დედა ორი შვილის. მათ შორის ერთს აქვს აუტისტური სპექტრი, ასევე ვარ სოციალური მუშაკი და რა ვიცი, საერთოდ არც ერთი ჩამოთვლილი რომ არ ვიყო, უბრალოდ ვარ მოქალაქე ადამიანი და შეუძლებელია რომ თქვენს გვერდით არ ვიდგეთ დღეს აქ და მე არ ვიდგე დღეს აქ. რასაც ეს მშობლები და ბავშვები თხოულობენ, ეს არის საბაზისო უფლება ადამიანის. მეტი ეს ხო არაფერი არ არის. ისინი თხოულობენ წამალს, მედიკამენტებს, რომლებმაც უნდა გაახანგრძლივონ ბავშვების სიცოცხლე და უნდა მისცენ შანსი მომდევნო, ასე ვთქვათ, სამკურნალო გარღვევების მიღწევამდე მედიცინაში, ხომ? მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომელიმე ადამიანი იყოს გულგრილი ამ პროტესტის მიმართ, ამ პროცესის მიმართ. საერთოდ წარმომუდგენელია რატომ უნდა იყოს საჭირო ქუჩაში ადამიანების ყოფნა გარეთ, ღიაცის ქვეშ, წვიმაში, ქარში, ჭექაქუხილში, ყველანაირი ამინდი გამოსცადეს ამ კვირებში მშობლებმა. რატომ უნდა იყოს ეს საჭირო იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები, რომლებიც უკვე არის დამტკიცებული ევროპის და ამერიკის და წამყვანი ქვეყნების მიერ. მე როდესაც ვიღვიძებ დილას და გუში მშობლები მოვედით აქ აუტიზმის თემიდან და ერთმანეთს ვესაუბრებოდით და ვამბობდით იმას, რომ მეც და სხვაებიც, რომ დილას რომ ვიღვიძებთ და ჩვენ შვილებთან რომ ვიღვიძებთ და რომ არ ვართ ღიაცის ქვეშ, თავს დამნაშავედ გრძნობთ. რომ მშობლები აქ არიან, ჩვენი შვილების გამო ვერ მოვდივართ აქ და ვერ ვათენებთ ღამეებს და ყოველ ღამე აქ ვიქნებოდი და აქაურობიდან არ წავიდოდი საერთოდ. დამნაშავედ გრძნობ თავს, როდესაც ჭექაქუხილი იწყებს, როდესაც წვიმა იწყებს და ვიცი რომ აქ მშობლები არიან და მე ჩემი შვილების გამო აქ ვერ მოვდივარ. არ ვიცი, გული მისკდება, მართლა არ ვიცი, ჩვენ შვილებზე ვერ ვზრუნავთ, ვეღარ სუნთქავთ ამ ქვეყანაში იმ საცოდაობით, რასაც ვუყურებთ, იმ უსამართლობით, რასაც ვუყურებთ. შეუძლებელია ამ უსამართლობაში ცხოვრება, არსებობა, ფუნქციონირება და საერთოდ სუნთქვა. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და წამლები უნდა მიეცეთ ბავშვებს. გამორიცხულია რომ ეს სხვანაირად დასრულდეს. მადლობა. მადლობა. მირზა ფუტკარაძე, ექიმი, სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც როგორც კი დავიწყეთ ჩვენ პროტესტი, მას იმ დღიდანვე ჩვენს გვერდზე დგას და ყველაფრით გვეხმარება. მოგესალმებით თვითფასო საზოგადოებაო, მოგესალმებით თვითფასო მშობლებო, მოგესალმებით ბავშვებო. მე გახლავართ ემერჯენსის ექიმი, ორ კლინიკაში ვიბრძვი სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღიურად. და ყოველდღიურად ვიბრძვი და ვებრძვი სიკვდილს იმისთვის, რომ ვიყო გამარჯვებული სიკვდილზე და ერთად დავიცვათ სიცოცხლე. და მე მინდა ყველას ერთად გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ აუცილებლად გადავარჩენთ ამ ბავშვებს და გაუხანგრძლივოთ სიცოცხლეს.
არცერთმა თქვენგანმა არ ჩაიდოთ გულში სევდა და არც რაიმე ნებისმიერი პროპაგანდის ზემოქმედების ქვეშ არ მოექცეთ. ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ექიმებს გამოგვაცალონ ერთადერთი იარაღი, რომელიც არის წამალი სიცოცხლის გასახარჯებლად. დღეს რას აკეთებს? მე აღარ მოვყვები თუ როგორ აბსურდშია ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის შესული. მინისტრობის ხიბლშია გადავარდნილი და აღარც კი იცის რა რომელი არგუმენტი მოადოს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან არგუმენტებს, რომ ეს წამალი უნდა შემოვიდეს ამ ქვეყანაში. აღარც კი იცის საიდან რა კუდი მოაბას იმ ტყუილებს, რასაც თვითონ აფრთხებს თავისი დიდი პროპაგანდისტების საშუალებით. მე მინდა მას მიუმართო და უთხრა, რომ ეს რა გააკეთეთ ბატონო მიხეილ, ეს რა გააკეთეთ პაციენტებსა და ექიმებს შორის დიდი უსკული წარმოშვის აშინებთ ექიმებს კლასმან იღებენ ღირსეული ექიმები, რომლებიც 7 სექტემბერს 2025 7 სექტემბერს twirდებოდნენ, რომ აი დღე-დღეზე დაიწყება ამ წამლის შემოტანა. დღე-დღეზე დავიწყეთ სახელმწიფოსთან ერთად ამ წამლის შემოტანას და ეს ყველაფერი დიდხნიანი ტკივილი ჩამატება წარსულსო. სად არის წამალი? რატო არიან ჩუმადის ადამიანები, ჩემი კოლეგები, რომლებიც 2025 7 სექტემბერს გულისყურით ამშვიდებდნენ და აიმედებდნენ ამ შობლებს და ამ ბავშვებს? სად არიან ეს ექიმები? სად არიან ჩემი კოლეგები? მე მათ მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ აქ არის ყველაზე მთავარი პრობლემა. სახელმწიფო ჩადგა ბავშვებსა და ექიმებს შორის და მინისტრი ყოველი გამოსვლის შემდგომ თითის ქნებით აშინებს ყველა ექიმს. აი, სენსიტიური თემა და არის საუბრობთ ამ თემაზე. პირდაპირ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე. ვინ მისცა იურის საქმიანობას იმის უკრება, რომ განიხილოს წამლის შემოტანა ან არ შემოტანა. მე როგორც ექიმს ჭირდება იარაღი სიკვდილთან ბრძოლაში. მომეწით ეს იარაღი, რომ გადავარჩინოთ ბავშვები. წამალი ბავშვები! რას აკეთებთ ხალხო? პოლიცია ჩააყენებს მთავრობასა და ბავშვებს და მშობლებს შორის? ეს არის გამოსავალი? იმის ნაცვლად რომ ჩამოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ჩაეხუტან ბავშვებს, უთხრა რომ აი დღე-დღეზე გეგმავთ ამ წამლის შემოტანას, მუშაობს მთელი სისტემა იმისთვის, რომ დაიგეგმოს ერთნაირი მაგარი გამართული სისტემა, რომ არასდროს ეს პრობლემები აღარ იყოს ამ ქვეყანაში. ამის ნაცვლად ჩაგვიყენეს ჩვენი პოლიციელები და გვიწყუთავენ კომუნიკაციას. ვინ მოგცეთ ამის უფლება? ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული წყარო, მმართველობის და აქედან გამომდინარე არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიცია ჩაგვიყენოს და არ დაგველაპარაკოს. 21 დღეა წვიმა ქარიშხალი აწვიმს ამ მშობლებს და ბავშვებს და კაცი შვილი არ გამოჩნდა ამ მთავრობაში. ერთი ადამიანიც რომ გამოვიდეს და სანუგეშო სიტყვა უთხრას. ტელევიზიები და ყველა მაგარია. ეს უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება. ყველა უნდა გაოფხიზდეს. ერთი რამ უნდა იცოდეს, არც ერთ ექიმს არ გვინდა ის რაც დღეს ხდება აქ. მოგვეცით საშუალება მივმართ ამ მთავრობას, მოგვეცით საშუალება ვიბრძოლოთ ბავშვების გადასარჩენას, მოგვეცით საშუალება ვიყოთ ამ საკითხის გადაწყვეტის ავანგარდში. ვერ გადაწყვიტავს იურისტი ამ საკითხს, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში რატა რომელი წამალი იქნება ეფექტური და უბრძანოს ხელისუფლებას, რომ შემოიტანოს ეს კონკრეტული წამალი. ამიტომ თავისუფლება ყველა ექიმს, სიტყვის თავისუფლება საქმევენ ექიმებს, ეს არის ყველაზე მწარე ჩემთვის. იმიტომ რომ სიცოცხლის ბრძოლაში მე მჭირდება იარაღი, მე მჭირდება წამალი და ეს წამალი უნდა დაიდოს. ყველამ ვიცით რას განიცდის მშობელი, როდესაც მის შვილს დაუდგინდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. მე ჩემ თავზე მაქვს გადატანილი ეს ამბავი და ეს არის ერთი სამყაროს დასასრული. როდესაც გაიგებთ, რომ ეს არის დიაგნოზი და ღმერთმა ყველა დაგიფაროთ ამ დიაგნოზისგან. როდესაც გაიგებს მშობელი, რომ მის შვილს აქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, უცებ მძიმე ლოდი ვარდება ზემოდან თავში ეცემა, ანუ ეს არის ცა, რომელიც ჩამოიქცევა და მთავრდება ერთი სამყარო და რამდენიმე დღე გჭირდება ახალი სამყაროს დასაწყებად. ეს ახალი სამყარო არის ძალიან რთული სამყარო, მაგრამ ამავდროულად ეს არის სიყვარულით სავსე სამყარო, იმიტომ რომ ჩვენ გაათმოგებულად ვეფერებით ჩვენ შვილებს
ჩვენ გაათმაგებულად გვიყვარს ჩვენი შვილები, ჩვენ გაათმაგებულად აღვიქვავთ ყველა უბედურებას და ტკივილს ამ ქვეყანაზე და გაათმაგებულად ვაფასებთ ასევე ადამიანებს. მშობლების გარდა ასევე ძალიან დიდ ტკივილს განიცდიან ბებიები და ბაბუები. და მე მინდა ბებიებს და ბაბუებს გადავცე ორიოდე სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მე მინდა თქვა, ბატონო სარჯველაძე, კმარა დროის გაწელვა. ისედაც 2 წელი სიცოცხლე წაართვით ჩვენ შვილებს ამ უმოქმედობით. ძალიან ბევრი ბავშვი დამძიმდა ამ 2 წელიწადში. ვინც დადიოდა ეთში დაჯდა. ეთში ვინც ზის უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. და როიძახის ფულში საქმე არ არის, ზუსტად მაგაშია საქმე. იმ მულტიდისციპლინარულ გუნდს დაფინანსება სჭირდება. ექიმების კვლევას დაფინანსება სჭირდება და არ უნდათ ამ ფულის გაყოფა ჩვენი შვილებისთვის. გამოდით დაგველაპარაკეთ, კმარა კაბინეტში ჯდომა, ჩვენი ბავშვების სიცოცხლე უნდა იყოს ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის. მადლობა. მეგობრებო, მე ვარ ერთ-ერთი დიუშენი დაავადებული ბავშვის ბებია, რომელიც ყოველ ღამე არ მძინავს და ბავშვს დავხედავ, ყველაფერი დაემართა თქო. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემ დღეში, როცა ჩვენ შევხვდით მიხეილ სარჯველაძეს, თვითონ მითხრა რომ ძალიან ძვირია ქალბატონო, როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს არ აქვს ამის ფული, სად წავიდა ჩვენი ცხოვრება, სად წავიდა ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ფულები, რომელიც ჩვენ შეგვაქვს სახელმწიფოში, რომელიც დევს ბიუჯეტში, ვინ მოიპარა, რატო არ მოითხოვთ ამას? დაუშვათ რომ არ აქვს წამალი. ერთხელ თუ მაინც ახსენა ამ 2 წლის განმავლობაში რომ ასეთი დაავადებული ბავშვები ყავს, დუმდნენ, როცა ის გამოვიდა ანგარიშით პარლამენტის წინაშე, იმ დღეს მოვკვდი მე, იმიტომ რომ მე ვთვლი ახლა ახსენებს ამ ბავშვებს, ამ დაავადებას, არ მოიხსენია, არ თქვა არაფერი, არც ექიმებმა არ თქვეს. თქვენ რატო არ მოვთხოვთ ხალხო? მოვთხოვოთ ეს. დაუშვათ არ აქვს ფული. როგორ ფიქრობ, ჩვენ მარტო არა ვართ, ჩვენ გვერდში ხარში გვიდგას 179 სახელმწიფო. ეს სახელმწიფო არის გაერო. ალბათ ყველა მიცით ომის შემდეგ შეიქმნა ეს, რომელიც გათვლილი არის ბავშვების სიცოცხლისათვის, ადამიანების სიცოცხლისათვის, ეკონომიკისათვის. ეს ფული დევს ჩვენთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში, მაგრამ ესენი არ მოითხოვენ, არ მიმართავენ. პირიქით გადაგვანტერეს ყველაზე ძლიერი, ყველაზე ხალხს კარგი მდგომი, გვერდში მდგომი მეზობლები. ისევე როგორც ჩვენ ყველაზე კარგი, ყველაზე ღირსეული მეზობლებს ხელი რო ვკრათ, არ მინდევხარო და არაფრად არ ვარ გიხარო. როცა შენ თვითონ არ ვარ გიხარ, ესენი ჩამოგვაშორეს. ამიტომ მე მოითხოვ მათგან, მოიძიონ ეს ფული, უნდა სახელმწიფო შიგნით, უნდა თხოვოთ ჯანმოს საერთაშორისო ჯანდაცვას. არის ეს ფული ჩვენთვის, არის გაეროში ეს ჩვენთვის ფული. შედით ინტერნეტში და ნახეთ, რომ დევს ეს ფული, მაგრამ არავინ არ მოითხოვს ამას. ვის ხელეწიფება, ვინმა მოითხოვს? მე რომ მივიდე, მე კი არ მოვცევენ. სახელმწიფო უნდა დასვას ეს საკითხი. დიდი მადლობა ყველას მხარში. მეგობრებო, ჩვენ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოგვეხმაურა და ჩვენ შესახებ გააკეთა განცხადება, ჩვენი მხარდაჭერის განცხადება და ზოგ შემთხვევაში ეს იყო კონკრეტული მიმართვების და ნაბიჯების. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა, ყოფილმა პრეზიდენტმა
გააკეთა განცხადება და მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობას გააკეთა განცხადება მიმართა ევროკავშირის მიმართა და მოუწოდა რომ დიუშენის ბავშვების დასახმარებლად გასწიოს საგანგებო ძალისხმევა. მან ასევე მოუწოდა ევროპის სახელმწიფოებს რომ გასწიოს საგანგებო ძალისხმევა დიუშენის ბავშვების დასახმარებლად. ასევე ძალიან საინტერესო და ძალიან საქმიანი შემოთავაზებები ჰქონდა ბატონ ამირალ გამყრელიძეს, რომელმაც ხელისუფლებას ჩამოუთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გაკეთდეს და რომლებიც უნდა გატარდეს სასწრაფოდ. მან თქვა, რომ სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საბჭო, სადაც შევლენ სპეციალისტები, ექიმები, მშობლები და სახელმწიფოს წარმომადგენლები. და ამ საბჭომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ამ წამლების შემოსატანად. უნდა დაუკავშირდეს ფარმაცევტულ კომპანიებს. მე არ ვიცი სახელმწიფო და თუნდაც ჯანდაცვის სამინისტრო რა ჭკუაზია, რომ 2 წელი ფარმაცევტულ კომპანიებთან არ ქონია არც მიმოწერა, არც მოკითხვა და ესე ზედაპირულად აკეთებდა განცხადებებს ამ წამლების შესახებ. ჯერდია იმის განცხადება, რომ ვითომ ფარმაცევტული მაფია არის და მათ აქვს თავისი კომერციული ინტერესი, რომ წამალი შემოიტანონ. და ემის განცხადება რას ისახავს მიზნად? ჯერერთი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აპრიორი ფარმაცევტულ კომპანიას აღიქვავ როგორც შენს მოწინააღმდეგეს, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს. და მეორე, შენ ფარმაცევტულ კომპანიას იმის ნაცვლად, რომ მას დაელაპარაკო, მას ფაქტიურად ხელს კრავ და ამბობ, რომ შენ კომერციული ინტერესი გაქვს და მე შენთან საუბარს არ ვაპირებ. თუ რა არის ეს, რას ნიშნავს ეს განცხადება? ამიტომ აუცილებელია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ფარმაცევტულ კომპანიებთან ჯერ შექმნას ეს ჯგუფი და შემდგომ მოხდეს ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირება და მათგან პირდაპირ მოხდეს ყველა ინფორმაციის მიღება, რაც ჩვენ არ ვიცით და მათ შორის ეს არის მედიკამენტების ფასი. როდესაც იძახიან, რომ ზოგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ეს მედიკამენტები არის 1 მილიარდი და ზოგჯერ ამბობენ 100 მილიონი და 500 მილიონი, ეს არის ციფრები, რომელსაც ასე ჰაერზე ისვრიან და იმისათვის, რომ თქვან, რომ აი ჩვენ არ აგვაქვს ამდენი ფული და ჩვენ არ შეგვიძლია ბიუჯეტი დავაქციოთ და ამიტომ ესე იშველიებენ საბაბს. სინამდვილეში, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებთან იწყება მოლაპარაკება, გაცილებით უფრო დაბალია ის ფასები, ვიდრე ბაზარზე. კომერციული ფასები საერთოდ აღარ არსებობს და არსებობს სპეციალური შემოთავაზებები და ზოგ შემთხვევაში უფასოდაც ხდება გარკვეული შემოთავაზებები. მე მინდა სიტყვა ბავშვებს გადავცე, რომ თუ შევძლიათ მათ, რომ მადლობა ბავშვებო, აბა ნიკუშა, მოდი შეგიძლია რომ მადლობა მოგეხარ. მადლობა. 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 მიეცით ბავშვებს სამალი! მიეცით ბავშვებს სამალი! მიეცით ბავშვებს სამალი! მეგობრებო, მშობლებს მივცემთ კიდევ 2 სიტყვას და შემდგომ უკვე შევაჯამებთ და სამომავლო გეგმებზე გეტყვით. მაგრამ სამომავლო გეგმებს გეტყვით, მშობლებს გადავცემთ კიდევ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ ადამიანს, რომელიც პირველივე დღიდან ჩვენს გვერდით დგას. 20 დღეზე მეტია უკვე რაც აქ ვაღამებთ და ვათენებთ და ამ შენობის ფანჯრებიდან შორიდან შემოგცქვერია, ზოგჯერ იცინია კიდევაც და თითქოს არც ვარსებობთ. 20 დღეზე მეტია აქ ვაღამებთ, ვათენებთ, შედიან და გამოდიან ამ შენობაში. ქვეყანაში რა უნდა მოხდეს, იმაზე უარესი, როცა ბავშვის სიცოცხლეს ვითხოვთ და მათი ყურადღება არის 0. ამის შემდეგ რაზე უნდა ვიფიქროთ, თუ ბავშვის სიცოცხლე არ ადარდებს ამ მთავრობას,
წარმოგიდგენიათ, რომ ვინმეს რამე დაჭიდეს, ვინ მოგხედავთ, ჩვენი პირველი დღიდან კომუნიკაცია, რაც 2 წელია მათთან მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა, ის იყო მხოლოდ, რომ მათ ადარდებდათ ფინანსები და თქვენ რომ დაგაკმაყოფილოთ, მერე სხვას მოუნდება. სხვა იშვიათ დაავადებას მოუნდება, ზუსტად უნდა მოუნდეს მიხეილ სარჯოლაძე, შენი ვალდებულებაა, რომ ყველას მიხედო. შენ ხარ დამნაშავე, რომელმაც 2 წელი წაართვა ჩვენ შვილებს და კიდევ შენი ტელევიზიიდან თითის ქნევით იმუქრები, შენ ხარ უსამუნამუსო ადამიანი, რომელიც არცეთ ნაბიჯს არ დგავს ბავშვების სასიკეთოდ. შენ არ გაქვს უფლება ილაპარაკო ძიუშენზე, არც კობახიძეს და არც დანარჩენ პარლამენტარებს. თქვენ არ გაქვთ უფლება ისაუბროთ იშვიათ დაავადებაზე, რომელსაც არ იცნობთ. ამ დაავადებაზე უნდა საუბრობდეს ჩვენ, მშობლები და ექიმები და თქვენ უნდა გვისმენდეთ. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ექიმს არ მიცეს სიტყვის თქმის საშუალება. ისინი ნამდვილად ცუდ დღეში არიან, მაგრამ ცუდია, რომ ჩვენს ექიმებს არ ყოფილით იმის მამაცობა, რომ დღეს ჩვენს გვერდით იდგნენ და ის ფიცი, რაც დადეს თავის დროზე აღასრულონ. ხედავთ ეს ქვეყანა საითაც მიექანება და მემაშინებს ის, რომ თუ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად დამბისარ დგამენ, ამ ქვეყანაში ყველა საქმე წასულია, ხალხო. 2 წელია ვიხვეწებით, რომ გუნდი შექმნას, რომ წავიყვანო შვილი და შევამოწმო, მაგრამ რაც გარეთ გამოვედით, მესამე დღიდან დაიწყო გუნდზე საუბარი და მინდა ვუთხრა თავს ჯანდაცვის სამინისტროს. თუ ამის შემდეგ რამე შეიქმნება და ნაბიჯი გადაიდგმება, ეს მათი დამსახურება არ არის. ეს არის ჩვენი მშობლების დამსახურება, ყველაფერი რაც გაკეთდება. ჩვენ 2 წელია. მან 2 წელია რაც გაიგო ძიუშენზე, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია უკვე ვიცით ამ დაავადების შესახებ და იმ პირველივე დღიდან ვეძიებით წამლებს. თვალყურს ვადევნებდით ყველა მედიკამენტს როგორ გადიოდა თითოეულ ფაზას და მან დღეს ისწავლა ამ წამლების დასახელება როგორც იქნა და ის ძალიან ცდება, როცა გვეწინააღმდეგება. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, თითოეული წამალი არის უსაფრთხო და დღეს როდესაც ჩნდება იმედი, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლე გახანგრძლივდეს, ის გვეუბნება, რომ 5 წლის მერე რო არ გეშველებათ, რაში გადავყარო ფული, თქვენ მაინც ვერ გადარჩებით. ესაა მისი პრობლემა, დრო. თქვენ მაინც მე ვარ ის დედა, რომელმაც პირდაპირ გითხე, შენი შვილი რომ იყოს, ხომ ყველა წამალი ექნება თქო და ჯვარის წერია ჩემშიც, ის ძალიან შეძდა, როცა ეს სიტყვები თქვა, იმიტომ რომ ამ სიტყვების გამო ის დაიჟება უფლისგან და ღმერთმა არ იცის ეს და არავინ არ იცის ადამიანმა ვის დაუდგება ეს დაავადება და ვის კარშიანებს. ეს არის იშვიათ დაავადებებში ყველაზე რთული დაავადება, როდესაც ბავშვი იბადება და დაბადების დღიდან ებრძვის პრობლემას. დაავადებას და ჩვენ უყურებთ ჩვენ შვილებს, მაგრამ ვერ შველით, იმიტომ რომ დაავადება პროგრესირებს. შეუძლებელია ამ დაავადებასთან ცარიელი ხელებით ბრძოლა და იმის მაგივრად რომ ეს ადამიანი გამოდიოდეს და გვეუბნებოდეს, რომ კი ჩვენ ყველაფერთვის მზად ვართ, გავიზიაროთ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომ სადაც ეს წამლები გამოცდილია და იღებენ პაციენტები, წავალთ, გავიზიარებთ გამოცდილებას, გადმოვიტანთ მეთოდებს, არა ექიმებსაც კი არ უშვებენ, რომ გადაემზადოთ. სულ რამდენიმე ექიმია ამ ქვეყანაში, ვინც დიუშენი იცის, უარეს დღეში ვართ, უმრავლესობა ექიმებმა არც კი იციან, როგორ უმკურნალო ბავშვებს. არ არსებობს გუნდი, რომელიც კარგად არის მომზადებული და ამას 2 წელია ვითხოვდით. არავის არ აქვს უფლება მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, არც კი გაბედონ და ძიუშენი არ ახსენონ, იმიტომ რომ ისინი მათ არ იციან, რაზე საუბრობენ. მათ ამის უფლება არ აქვს და მოეხება ჩვენ სენსიტიურობას კიდევ მიხეილ სარჯოლაძე. ჩვენ სენსიტიურები ვართ, მაგრამ ამავდროულად ძლიერები. იმ დღიდან ვიბრძვით, როცა ეს დიაგნოზი გავიგეთ და ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ ძალიან დიდი ნებისყოფა გვაქვს. ეს საკითხი ეხება შვილებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება სახში დავბრუნდე და ბავშვს უთხრა, რომ ბრძოლა წავაგე და წამალი ვერ შემოვიტანე, იმიტომ რომ მიხეილ სარჯოლაძე თითებს აქნევს და ხელებს მაგიდაზე აბრახუნებს, ვინ გაიმარჯვებსო. ესე გინდათო ბრძოლა და მიიღებთო, რაც მათ გითხრა პირადად. ეს ადამიანი დახურულ კარს მიღმა არის ხალხო. სიტყვებით ვერ გადმოვწევ რა ადამიანია და გამოდის თავის ტელევიზიაში ზის და ისე ქადაგებს იქიდან, რომ ერთი მოწინააღმდეგე არ უსის. დაგვიბაროს ჩვენ და ჩვენს წინაშე ისაუბროს ტელევიზიებში, მაგრამ იცის რომ ჩვენთან დიალოგი წააგებს და ის დიდი ხანია წაგებულია უკვე. კობახიძე, რომელიც ამ შენობაში ზის და ჩვენ სამი თვეა მასთან შეხვედრას ვითხოვთ, იმის ადამიანობაც კი არ იყო, რომ მოგვისმინოს. დრო ჩვენ ფული არ გვენანებაო, მაგრამ სამაგიეროდ მათ დრო ენანებათ. 5 წუთი ვერ დავითმო ადამიანმა,
დრო ვერ გამოყო, რომ გაჭირებულ დედებს მოусმინოს. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? კობახიძე, რომ შენ ადამიანს გვერდში დაუდგე, მაგრამ თქვენში ადამიანობა აღარ დარჩა ხალხო. ჩვენ ვითხოვთ წამალს, სხვას რას ვითხოვთ? ჩვენი ბრძოლა არის სუფთა და მყარი. ჩვენ გვინდა წამალი, რომ ჩვენი შვილები გადარჩნენ. თქვენშიც რომ ესჭირდეს, თქვენ რას იზავდით, ხო ესე იბრძოლებდით, ხო და ჩვენც ვიბრძვით. როცა წამალი არ იყო, ხმას არ ვიღებდით, მაგრამ იმ დღიდან რაც ეს წამლები გამოჩნდა, ამ ადამიანებმა უარეს დღეში ჩავაგდეს. ტრაგედიას ტრაგედია დაგვიმატეს. გვამათხოვრებენ წამლისთვის, წამალი რო არ ჭირდებოდეს ჩემთვის, რა ჯანდაბად მინდა. მიხეილ სარჯოლაძეს ნამუსი რო კონდეს, საერთოდ სიტყვას არ უნდა ამბობდეს და უნდა დატოვოს ის სკამი და ისეთ ადამიანს დაუთმოს, ვისაც ოდნავ მაინც შესტკივა გული ბავშვებზე. ჯანდაცვის მინისტრი არ უნდა იყოს, თუ ის ექიმი არ არის. ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პროფესიონალი ექიმი, რომელიც ფიცს რო დადებს, რომ პაციენტს უშველის, მან უნდა აღასრულოს ეს ფიცი და არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა თვლიდეს სხვის თანხებს. ეს თანხები არის ჩვენი და ეს ჩვენ შვილებს ეკუთვნის. გამოვიდა გუშინ და შვედეთს ელაპარაკობს, ძალიან სასაცილოა. ამ ადამიანმა ეხლა ისწავლა წამლის სახელების და ქვეყნებსაც გადახედა ალბათ. სად არის ამერიკის აღიარება სარჯოლაძე ან ევროპის, დიდი ბრიტანეთის? ჩვენ არ გვაინტერესებს რა ხდება შვედეთში, ერთ ქვეყანაშიც რო იყოს წამალი ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. და შენაირ ადამიანებს კიდევ და კიდევ შენს მეგობრებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ჯიუშენზე ლაპარაკობენ და გვაშავებენ პოლიტიკურად ანგაჟირებულები ვართ, მაფიოზებიც ყოფილვართ. ამაზე მეტი შეურაცხყოფა დედებს რა უნდა მიაყენოთ? თქვენღაც ჩვეულებრივი უნამუსო ადამიანები, რომლებიც ამ ხელისუფლებაში თუ აი ამ ქვეყანაში შეცდომით მოხვდით, თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ ყველაზე რთული რაც არის ამ ცხოვრებაში, ბავშვების წინაშე ხართ დამნაშავეები. დამნაშავეები, რომ არ გეყოთ ადამიანობა, რომ ბავშვებს იმედი მისცეთ. სხვა რაღა უნდა ითქვას. ყველაფერი ნათქვამი ამით, ყველამ დაინახა თქვენი რეალური სახე, რაც ისესაც კარგად ვიცოდით, მაგრამ ეს თემა რაც ესეთი ემოციურია დედებისთვის და რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვებრძვით, ამის აღწერა შეუძლებელია. ხალხო, აქედან დედები მიდიან სახლში და შვილები ელოდებიან, როდის აჭმევენ, წყალს დაალევინებენ, იმიტომ რომ მათ ხელშიც აღარ აქვს ფუნქცია. აი ამის შემდეგ სარჯოლაძე უნდა გამოვიდეს, ერთი დღე გაატაროს ამ ბავშვებთან და ნახოს მათი საჭიროება, დაჯდეს ეტლში და ამ ქალაქში გადაადგილდეს. ერთი როგორ შეძლებს გადაადგილებას, ბავშვები სკოლამდეც ვერ მიდიან. ურთულესი მდგომარეობა კიდევ ვერ ჩამოვთვლით, რასაც ყოველდღიურად დედები და შვილები აწყდებიან და იმის მაგივრად ხარდაჭერა გამოგვიცხადოს, ეს ადამიანი ბოლომდე განულდა ჩვენ თვალში. ის მარტო თითისქნევით გველაპარაკება და ის არის ჩვეულებრივი უნამუსო ადამიანი. მეგობრებო, ჩვენ ამ დაავადებამ ჩვენ მშობლებს ბევრი გაკვეთილი გვასწავლა და მე ვიტყოდი რამდენიმე გაკვეთილს, რომელიც ყველა ჩვენთაგანმა მივიღეთ. პირველი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ ამ დაავადებისგან, არის ის, რომ თურმე ცხოვრებაში არის მთავარი რაღაცეები და არის მეორე ხარისხოვანი რაღაცეები. და მთავარი რაღაცა არის სიყვარული და ერთგულება. და შვილი არის მთავარი რაღაცა. ეს ვისწავლეთ ცხოვრებაში და შვილის წინაშე როგორ უნდა დავიღვაროთ ცრემლად, ემოციად, სიყვარულად, ზრუნვად, როგორ დავიღვაროთ, ეს ვისწავლეთ. შეიძლება ეს ვარ მქონო და შეიძლება ასე ვერ ვისწავლიდით და ეს გვასწავლა ამ დაავადებამ. მეორე გაკვეთილი, რაც ამ დაავადებამ გვასწავლა, არის ის, რომ უნდა ვიბრძოლოთ. მშობლები, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად არიან, ის მშობლები ალბათ აქ არ იქნებოდნენ და ასეთ ვითარებაშიც არ იქნებოდნენ. არც კანცელარიის წინ მოუწევდათ ღამეების გათევა და არც ქუჩაში პროტესტის ჩატარება, საპროტესტო აქციების ჩატარება. მაგრამ ჩვენ და მშობლებს ამ დაავადებამ გვასწავლა ბრძოლა. ბრძოლა ასწავლა მშობლებს. და მესამე, რაც ამ დაავადებამ ჩვენ გვასწავლა, ეს არის სოლიდარობა. სოლიდარობა ყველა ადამიანის წინაშე. სოლიდარობა გაჭირვებული ადამიანების წინაშე, სოლიდარობა ავადმყოფების წინაშე, სოლიდარობა ბავშვების წინაშე, სოლიდარობა პატიმრების წინაშე, სოლიდარობა დაჩაგრულების წინაშე, სოლიდარობა ყველა დაჩაგრულ ადამიანს და სოლიდარობა დაჩაგრულ პატიმრებს მათ შორის.
მოგესალმებით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გვერდში დგომისთვის. ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ეს დაავადება რაც არის ხო ძალიან კარგად ვიცით და იცით ყოველდღე რას ნატრობ, ნეტა სხვა დაავადება ჭირდეს და არ ჭირდეს ეს. იქამდე ვართ დედები მისული, რომ ნატრობთ სხვა დაავადებას. ან ოპერაციით მთავრდებოდეს, ან რამეთი და ზის ამხელა კაცი მინისტრად მოაქვს თავი, დაჯდა გუშინ თავის ტელევიზიაში და ოროსნებივით დაიჯინა ხალხი წინ და საუბრობს რა სიცრუეს, რომელმაც თელმა მსოფლიო მიცის. ვინ მისცა ამ ადამიანს კიდე როგორ ბედავს, რომ საუბრობს ესე და საერთოდ რატო პოლიტიკას რატო რევს გამწარებულ დედებთან. აი ძალიან მიკვირს. ისე გამწარდი, რომ მთელი ღამე არ მიძინია. როგორია დედები ვდგავართ, ჩემმა შვილმა 2 წლის წინ არც იცოდა რა დაავადებასთან ჰქონდა საქმე. კი მიატოვა სიარული, მაგრამ არ იცოდა რომ ეს დაავადება იყო მკვლელი. დგავართ დედები და ასეთი ბავშვების წინ ვამბობთ, რომ ეს დაავადება კლავს ამას. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბავშვს ან მშობელს. ვინ არის ეს? თვითონ უფრთხილდებიან თავის შვილებს, ხო? ვირუსი დაემართება და ალბათ ჭკუაზე არ არიან. სად არის ამ ხალხის ცოლები? სად არიან? ნუ თუ დედობრივი გზნობა არ გააჩნია ამათ. აი ნახავთ ამ ბავშვების სიცრუით და ამ ბავშვების ცოდვით ჩამოაგდებს ეს ცოდვა იმ წვერვალიდან, სადაც ზის ეს ნაგავი ადამიანი. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ იმსახურებს დედებისგან ამას. შვილი, რომელიც ხელში მაკვდება, პირდაპირ მნიშვნელობით. უკვე გულის პრობლემებიც აქვს დამატებული. სად არის ის ექიმები, რომლებსაც ვანდობთ ამ ბავშვების სიცოცხლეს? ხო ზიან იაშვილს ეს ექიმები, ხო ვანდობთ ამას ჩვენ შვილებს. წამალი რო შემოვა ხო უნდა გაუკეთონ ამ ექიმებმა ეს. როგორ შემოგხედავენ თვალებში, აი ძალიან მიკვირს. ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი რომ სარჯულაძის გავლენის ქვეშ არიან, მაგრამ მაინც. დიდი მადლობა და ბოდიში ემოციებისთვის. წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! ნინო ქათამაძე. მოგესალმებით. უბრალოდ რამდენი აქ ამოვდივარ, არ შემიძლია რამე არ თქვა, ემოცია არის ძალიან დიდი. მე როგორც უფროსი თაობა მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ძალიან რთულია ხალხო ამ გზის გავლა, ძალიან რთულია. ამიტომ ნუ გაიმეტებთ ამ ბავშვებს ამ გზისთვის. ეს აღარ არის ის დრო, როდესაც საბჭოთა ეპოქაში ადამიანებს ბლოკავდნენ. დღეს არსებობს საბედნიეროდ უფრო მაღალი ცნობიერება, არსებობს წამალი, არსებობს განვითარება და როცა ეს არსებობს, როგორ შეიძლება ამაზე ვინმე თქვას უარი. მე მინდა მადლობა მოუხადო თითოეულ მშობელს და ყველა მშობელს, ვისაც მოუწია ამ გზის გავლა. ყველანი გმირები არიან ნამდვილად, რომლებიც იცავენ თავიან შვილებს. წარმოუდგენელია და მე მინდა გითხრათ თავად საზოგადოებას. არ დაიღალოთ ჩემი თხოვნა. იარეთ მუდმივად, სანამ ამ ბავშვებისთვის არ მივახცევთ ჩვენ მიზანს და ამ ბავშვებს არ ეკნება წამალი. და ამ ბავშვებს აუცილებლად ეკნება წამალი დარწმუნებული ვარ. და დაგველოდეთო, აი საბჭოთა ეპოქაში, როცა ამბობდნენ გვაცადეთ, ბატონო, გვაცადეთ. არა ბატონო, ლოდინის დრო არ არის. ამ ბავშვებს უნდა ისე ირბინონ, როგორც თავიანთ შვილები დაარბიან, ისე იცხოვრონ, როგორც ისეთი ცხოვრობენ. ამიტომ ყველაზე დიდი ძალა არის საზოგადოებაში და სწორედ ამ საზოგადოებას მივმართავ. უფრო მეტი აქტიურობა, ჩვენი სოლიდარობით, ჩვენ ყველაფერს მივახცევთ დარწმუნებული ვარ და ძალიან კარგი თაობა მოდის. ამოვდიოდი იმ აღმართზე და ბარბარე, აქ არის ის ბავშვი, რომელმაც ყვავილი მომცა ვარდი. ისეთი სიყვარული შემომხედა, რომ არ ვიცი. აი ეს თაობა გადაარჩენს ყველას და ყველაფერს. სიყვარული გადაარჩენს ყველაფერს და ამ სიყვარულით გავერთიანდები ჩვენ და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთად. ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ბავშვები უწამლობი, უსახსრობი არ იღუპებიან, იმიტომ რომ ჩვენია ეს ქვეყანა, ამ ბავშვების, ამ ანგელოზებისა ეს ქვეყანა და მე მჯერა რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. არ დავიღალოთ წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს!
ბავშვებს! დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, ყოველთვის ჩვენს გვერდით არის ქალბატონ ნინო. არა მხოლოდ მარშის დროს, შეკრების დროს, ყოველდღე ამ უწყვეტ აქციებზე მოდის, ყოველდღიურად ჩვენს გვერდით არის და უღმესი მადლობა ქალბატონ ნინოს და თითოეულ თქვენთაგანს. ერთი რამ მინდა ბავშვებს უთხრა, ჩვენ ბუნებრივია მე տեղანაც ვახსენე რომ ბავშვებმა იციან კარგად რატომ არიან აქ და ისინი არ ისტრესებიან, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან და აუცილებლად გაიმარჯვებენ. ჩვენზე ძლიერები, ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ისინი გავამხნევო. მართლა ჩვენზე ძლიერები არიან ისინი და მე რო უყურებ ამათ თვალებს, ამათ თანადგომას, მე რომ ნახე ალექსას ვიდეო, ბეკას ვიდეო, როგორ მეგობრობენ, ძმაკაცობენ ერთმანეთში და როგორ ინაწილებენ იმ ასე რომ ვთქვათ დახმარებას თუნდაც და როგორ ყველა საქციელში როგორი ფილი დამოკიდებულება აქვს. მაგარი ბიჭები არიან, ძალიან მაგარი ბიჭები არიან, თითოეული და ესენი აუცილებლად გაიმარჯვებენ. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენი მოქმედების დროს ზოგადად ალბათ ქვეყანაში ეს პროცესები მე არასოდეს არ ყოფილა ეს აქციებზე და საჯელაძემ გამოგვიყვანა სამწუხაროდ მშობლები, რომლებიც არასოდეს ესე რაღაც სპიკერები მით უმეტეს არ ყოფილა და გვიწევს გამოსვლა. ბევრი ამის ლუსტრაციაც ხდება, გამოვლინება ხდება. ჩვენ არ გველოდენ მივედით საპატრიარქოში მხარი დაგვიჭირეს, კი ბატონო, დაგვიდგებიან გვერდში როგორ შეეძლებათ. სახალხო შევხვდით, შევთანხმდით რაღაც საკითხებზე, დაწყებულია პროცედურა. ყველაფერს ბუნებრივია ექნება რეაგირება, მათ შორის პარლამენტში არ მოქმედებენ, სათანადოდ იმოქმედებენ. აქ არ მოქმედებენ, ყველგან იმოქმედებენ. არ უნდა გჭირდებოდეს ნორმალურ აწყობილ ქვეყანაში და არ უნდა იყოს პრიორიტეტი სხვა გამდიდრება, პირადი გამდიდრება, არამედ პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ჯანმრთელობა, განათლების მიღება, განვითარება. ეს უნდა იყოს ყოველთვის პრიორიტეტი. ერთ რამეს გეტყვით, ჩემო კარგო ხალხო, ჩვენ ძალიან გვერიდება თითოეულ ჩვენთაგანს, რომ კვირა დღეს უკვე მესამედ უკვე აქციებიც იყო, მოდიხართ, ამდენ დროს გვითმობთ და დღეს ძალიან ძვირფასია, ყველაზე ძვირფასია დრო და ჩვენ გვერდში გახართ. ამისთვის ბოდიშად გიხდით, მადლობასაც გიხდით და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ვიცით რომ ძალიან დიდი არმია, ბუნებრივია, აქ მყოფი სურველების, მაგრამ ვერ ახერხებენ. თუმცა თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება დროული და თუ ტელევიზიიდან ტელევიზიაში სირბილის დაცვლად, კლინიკიდან კლინიკაში სირბილის დაცვლად, კომუნიკაცია არ ექნება პროვაიდერ კომპანიებთან, რომლებიც ელოდება ბატონ მიხეილ საჯელაძეს, ჩვენ გავაგზავნებთ ამას და უფრო დიდი არმია ვიქნებით. ყველას მადლობას მოგიხდით თითოეულს თანადგომის გვერდში დგომისთვის და იმედია გადადგამს სახელმწიფო იმ ნაბიჯებს, რომელიც მივიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რაც არის მედიკამენტების მიღება, მკურნალობის ხელმისაწვდომობა და თითოეული პაციენტის სრულყოფილად უფლებების დაცვა. დიდი მადლობა ყველას. მეგობრებო, მომავლის გეგმებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ყველაფერი გრძელდება ისე როგორც აქამდე. უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება, მშობლები გავაგზავნებთ აქ ყოფნას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომ პერიოდულად შემოგვიერთდებით, გვერდში დაგვიდგებით და ასეც იყო აქამდე და ასეც მოხდება მომავალში. ბრძოლა ბოლომდე. შემდეგ შემდეგ ასევე ჩვენ გვაქვს ტრადიციული ორშაბათს 5 საათი, ან ორშაბათს ვისაც შეგიძლიათ. მოვდივართ, ცოტაც რო ვიყოთ, არ არის პრობლემა რაოდენობა, ცოტაც რო ვიყოთ, მოვდივართ აქ და შეუძახებთ იმათ, შევაფხიზლებთ, რა ქვია იმას, შევაფუწყუნებთ. კანცელარიაში რო ზიან იმ ხალხს. ორშაბათს 5 საათზე და ჩვენ ყოველი კვირა იწყება, ყოველ კვირას დავიწყებ დიუშენით და დავამთავრებ დიუშენით. ყოველი ორშაბათი იქნება დიუშენის დღე და ყოველი კვირა იქნება დიუშენის დღე. და დანარჩენი დღეების ყველა დღე იქნება დიუშენის დღე. მანამ სანამ ისინი გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ შემოიტანენ წამალს. შემდეგ ასევე მადლობა გვინდა მოუხადოთ იმ მხარდამჭერებს, რომლებმაც მოაწყვეს აქციები სხვადასხვა ქალაქებში. ჩატარდა აქცია ბათუმში, ჩატარდა აქცია ქობულეთში, ქუთაისში, ხაშურში და ასევე ქობულეთში. კი ბატონო, აქციები გაგრძელდება, ასევე ჩატარდება აქციები ბორჯომში, ზუგდიდში, ზუგდიდში იყო.
დღეს უგდიდში ყოფილა აქცია და მე უკვე ამდენ იმაში აღარც ვიცოდი და ეს აქციები გაგრძელდება სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენ უნდა ხალხი უნდა დავიყენოთ გვერდზე რაიონებიდან და რაიონებმა უნდა დაგვიჭირონ მხარი. ერთადერთი გზა, რომ ამ ხელისუფლებას ვაიძულოთ გადაწყვეტილების მიღება, არის ხალხი. ხალხის გარდა სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ გვეყოლება ხალხი, გვექნება წამალი. არ გვეყოლება ხალხი, არ გვექნება წამალი. წამალი ბავშვებს! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას დღეს აქ მოსვლისთვის და დღევანდელი დღე ასევე ჩვენ მოგვეცა კიდევ ერთი აგური ამ ჩვენი ბრძოლის. ეს იყო კიდევ ერთი დიდი აგური ამ ჩვენი ბრძოლის. ჩვენ ერთი ეტაპი კიდევ მეტი გადავლახეთ. და ეს აგურები იმდენი დაგროვდება, რომ ეს ხელისუფლება სხვას რო თავი დავანება, ამ აგურების ეწოლას ვერ გაუძლებს. და აუცილებლად გააკეთებს იმ გაწაკეთებას. თუ არ გააკეთებს, ის მოყვება ამ აგურების ქვეშ. ის მოექცევა ამ აგურების ქვეშ. დიდი მადლობა ყველას და გელოდებით ხვალ, ვისაც შეგიძლიათ ხვალ 5 საათზე მოვიდეთ და შევახსენოთ ამ ხელისუფლებას, რომ წამალი ჭირდებათ ბავშვებს. დიდი მადლობა ყველას. ამას აი აქ შემოვაყრია.